მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ აჭარის რადიოს უსმენთ ტალღაზე FM 104.5. ეთერშია გადაცემა კომპეტენტური პასუხი, რომელსაც ჟურნალისტი მაია ვაშენძე უძღვებით, ჩემთან ერთად ხმის ოპერატორი ქეთევან ნაცვლიშვილი მუშაობს. აჭარის უმაღლეს საბჭოს კვლავ ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების მცდელობა ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. სესიაზე საკითხს მხოლოდ 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რატომ დადგა დღის წესრიგში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი? რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობამ? რატომ იყო ოპონენტების საკითხის დაყენებასთან დაკავშირებული არგუმენტები ავთანდილ ბერიძისთვის სასაცილო და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ? თემას ჩვენ სტუმართან ერთად განვაგრძობთ. კომპეტენტური პასუხის კითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ, გმადლობთ კომპეტენტურ პასუხში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს ჟურნალისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ყველა ჟურნალისტს, ვინც ახლა გვისმენს თუ არ გვისმენს, თუ არ გვისმენს, გადაეცით და უთხარით, რომ სულითა და გულით ულოცავ დღევანდელ დღეს და შემოქმედებით და საქმიანობაში უსურვებ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. მოლოწვისთვის, ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, ბატონო ავთანდილ, მანამდე მსმენელ სტუდიის ნომერი მინდა შევახსენო 27-43-91. თუ კი ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ სტუმართან გექნებათ კითხვები, დაგვირეკეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ნომერს 27-43-91. ბატონო ავთანდილ, რატომ დადგა დღის წესრიგში თქვენი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი? პირადად რას უკავშირებთ ოპონენტების ამ ინიციატივას? ეს იყო პირადად ავთანდილ ბერიძის მიმართული გადაწყვეტილება თუ მართველი გუნდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? დღის წესრიგში საკითხი დადგა ჯერ კიდევ დეკემბერში. უბრალოდ 8 დეპუტატმა, ნაციონალური მოძრაობის 8 წევრმა შეადგინა ერთგვარი პეტიცია, ერთგვარი წერილი. მე თანამ აქვს ეს წერილი წამოღებული და აქედან გამომდინარე შემიძლია ამ წერილის დეტალებზეც კი ვისაუბრო. აქ ეს იყო მაშინ, როდესაც იყო განვითარებული ეს დეკემბრის ცნობილი მოვლენები, მხედველობაში მაქვს უშუქობა, გაჭირვება და აი ამ ფონზე რაღაც შავი პიარის აგორებისა და უმაღლეს საბჭოზე უმაღლეს საბჭოზე და ქართულ ოცნებაზე თავდასხმის მცდელობები მაშინ ამის საქმით იყო. ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო კონკრეტულად ავთანდილ ბერიძის მიმართ. ეს იყო ჩვენი გუნდის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომლის ხელმძღვანელადაც ვარ არჩეული 2012 წლის 28 ოქტომბერს და მე თავსმოხვეული კანდიდატურა არა ვარ ჩემი გუნდისათვის. ჩვენ ერთად მოვედით უმაღლეს საბჭოში, მხედველობაში მყავს ქართული ოცნება, კოალიცია ქართული ოცნება და სრულიად ლოგიკური იყო მაშინ მიღებული ის გადაწყვეტილება და სრულიად ლოგიკური იყო ის, რაც მოხდა გუშინ. ანუ სხვაგვარად არც შეიძლებოდა და არც კი გვიფიქრია არც ერთ ჩვენთაგანს, რომ სხვა რაიმე გადაწყვეტილებას მივიღოთ. ჩვენ მაშინვე ვიღიმებოდით ამ ეს დოკუმენტი, როდესაც წავიკითხე და გავეცანით, მაშინვე ეს ღიმილის მომგვრელი დარჩა ჩვენთვის, იმიტომ რომ აქ მოტივები, რომლებიც აქ არის ჩამოთვლილი და ჩვენ ამას გამოვაქვეყნეთ, ამ დოკუმენტს გამოვაქვეყნეთ ჩვენს ვებგვერდზე, არის თითთან გამოწვეული და სრულად აქედან გამომდინარე, რომ მათ ვერ დაასახელეს ეს მოტივაცია იყო ძალიან ცუდი, თუ რატომ ითხოვდნენ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის გადადგომას და ამიტომ იყო ღიმილის მომგვრელი, მით უმეტეს, როცა ვიცით მათი რაოდენობა და ვიცით რამდენი ადამიანია საჭირო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ბატონო ავთანდილ, მაშინ მივყვათ ლოგიკურად, არგუმენტებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად რომ ვისაუბრებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან ამ საკითხის დაყენებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი არგუმენტი გახლდათ უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს შორის კომუნიკაციის დეფიციტი. ანუ ისინი აცხადებენ, რომ გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები აჭარის უმაღლეს საბჭოს მიერ ინიცირებული, ესე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტის მიერ არ არის შემდგომ განხილული და უკან დაბრუნებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე. არის კომუნიკაციის დეფიციტი. ნებისმიერ რასაც თქვენ ჩამოთვლით არგუმენტების სახით არის თითთან გამოწვეული. ჯერ ერთი მათ უბრალოდ ინფორმაცია არ აქვთ, იმიტომ რომ ისინი ფაქტიურად არ მონაწილეობენ სადეპუტატო საქმიანობაში, მხედველობაში რა მაქვს. მაგალითად, აუცილებლად უნდა ვთქვა, ჩვენ საშემოდგომო სესია რო დავხურეთ,
იქიდან საგაზაფხულო სესიამდე ამ პერიოდს ქვია არ დადეგები, თუმცა ჩვენ არ დადეგებზე არ ყოფილი ვართ. ფაქტიურად არც არასოდეს, არც ზაფხულში, არც წინა ზამთარში ჩვენ არ დადეგებით არ გვისარგებლია. კოალიცია ქართული ოცნება მოხდა უხრელად ამ ეგრეთ წოდებული არ დადეგების დროსაც ჩვეულებრივ საქმიანობდით და რიგარეშე სხდომები ჩავატარეთ და რიგარეშე ბიუროს სხდომები და მოვახმარეთ ეს დრო სწორედ ამ კომუნიკაციას და სწორედ საქართველოს პარლამენტსაც ამ დროს ეგრეთ წოდებული არც საქართველოს პარლამენტს არ დაუსვენია სხვათა შორის და ეს ადამიანები არ ჩანან უმაღლეს საბჭოში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან უმაღლეს საბჭოში მოდიან ძალიან იშვიათად მოდიან მხოლოდ მაშინ როდესაც აუცილებლობაა ამისა და ისინი სადეპუტატო საქმიანობას არ ეწევიან. აქედან გამომდინარე მათ არც კი იციან როგორი კომუნიკაცია გვაქვს და რას ვაკეთებთ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან ერთად. ჩვენ საქართველოს პირადად მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ყოველკვირეული სატელეფონო საუბარი. კვირა არ გავა ისე რომ ჩვენი წარმომადგენელი ქუთაისში ან სხდომაზე ან კომიტეტის სხდომაზე ან განხილვაზე ან უბრალოდ საქმის გადასაწყობად არ იყოს მივლინებული, ჩასული და ისე კვირა არ გავა და რაც შეეხება კომუნიკაციაში რა იგულისხმება კომუნიკაცია ხო კავშირია რა კავშირი ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტთან ზოგჯერ თანხმდებით რაღაც საკითხებზე ზოგჯერ ვკამათობთ ვერ თანხმდებით კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ საქართველოს პარლამენტთან არ აქვს ამაში გარწმუნებ და ამის შემოწმება შეიძლება თუ კი ვინმეს დააინტერესებს იმიტომ რომ ამისი კადრებიც არსებობს როგორ გამოდიათ ჩვენ იქ სხდომაზე ჩვენი წარმომადგენლები როგორ ვიხილავთ მათთან ერთად საკითხს აგერ ახლა სულ 1-2 კვირის წინ ჩვენი დეპუტაცია მაგალითად მანდილოსნები ბრძანდებოდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე წარბრძანებული საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა იყო და ასე შემდეგ. კვირა არ გავა ისე რომ ჩვენ არ გქონდეს ურთიერთობა. ეს ერთ-ერთი იმ არგუმენტთაგან, რომელსაც თქვენ ალბათ ასე ვთქვათ, რაც თქვენ იცით, რაც თქვენ გაიგეთ, რაც მოყვანილია თითქოს და აი ამ საბუთში, რომელიც ხელთ ამაქვს მე და შემიძლია თითოეული თუმცა არის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც იღებს აჭარის უმაღლესი საბჭო, მაგრამ თუმცა მას არ აქვს შემდგომ საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა. დიახ, ეს არის მუშა პროცესი და მამალი ტყუილი ქვია ის რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა იკადრა რომ ათეულობით არის და უმრავლესობა და 80% არის თითქოს და დაწუნებული და 80% არის უკან დაბრუნებული და ამას ქვია მამალი ტყუილი ჩვენებურად ბათუმურად ხო? იმიტომ რომ თუ სტატისტიკა დაგაინტერესებთ, მე შეგვიძლია სტატისტიკა მოგაწოდოთ და დაინტერესებულმა ეს სტატისტიკა სხვათა შორის ჩვენს Facebook-ის გვერდზეც დევს რა ღონისძიებებს, რას ვაკეთებთ საქართველოს პარლამენტში, რა საკითხები გადის ჩვენი და არის რა თქმა უნდა საკითხები, რომლებიც დაწუნებულია, დაბრუნებულია და ჩვენ მის გადამუშავების პროცესში ვართ. ეს არის მუშა პროცესი და ასე არ ხდება რომ შენ იქ გაუგზავნო და იმათ უპირობოთ ის ყველაფერი გააკეთონ, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ მათი წინა უმაღლესი საბჭოსაგან განსხვავებით ჩვენ მუშა პროცესში ვართ. ისინი არ იყვნენ მაშინ ადრე მუშა პროცესში. იქ იყო ერთი დირექტივა და ამ დირექტივის შესრულება. იქ დავალებული იყო საქართველოს პარლამენტზეც ეს ასე უნდა გაკეთდეს, დავალებული იყო აჭარის უმაღლეს საბჭოზეც ეს ასე უნდა გაკეთდეს. დღეს არანაირი დავალება არ არის. ეხლა არის მუშა პროცესი. თქვენ აცხადებთ რომ მიმდინარე პროცესები კანონშემოქმედებითი პროცესია. ბატონო ავთანდილ ასევე ცხადდება იმის შესახებ, რომ ავთანდილ ბერიძე იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მშობელთა საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხი მოყავთ. შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელიც თქვენს პირად მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამის მიუხედავად კოლეგების გადაწყვეტილებას დაუჭერეთ მხარი. არა კომპეტენტურების ზეობა არის ასეთი განცხადება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს მშობელთა საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხი გადაწყდა აჭარის უმაღლეს საბჭოს სესიაზე. იქამდე ბიუროზე, იქამდე კომისიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილება როგორ შეიძლება მიიღოს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ, როცა კენჭისყრა იყო. კენჭისყრა ხომ არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ბრალი დამდეს, აი ამ დოკუმენტში რაზეც ისინი ხელს აწერენ, ორ კანონ პროექტზე არის ლაპარაკი. საერთოდ კანონშემოქმედებით პროცესში და კოლეგიალურ ორგანოში არ შეიძლება
მიუხედავად იმისა, შენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს, არ შეიძლება დაადანაშაულო, რატომ აწიე ხელი ან რატომ არ აწიე ხელი და აქ ერთპიროვნული გადაწყვეტილება როგორ შეიძლება იქნას მიღებულოს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ეს საკითხი და თუ კი მე მაქვს ჩემს მეგობრებზე გავლენა, თქვათ და ჩემი სიტყვა წონადია და შემიძლია ისინი დავარწმუნო რაღაცაში და თქვათ ჩემი აზრი მათ გავაცნო და ისინი გადმოვიდნენ ასე ვთქვათ ბჭყალებში ჩემს მხარეზე, ამაში ცუდი რა არის თუ კი ჩვენ, მაგრამ ეს არის მუშა პროცესი, ისევ ვსხდებით, ვსჯელობთ, მივდივართ კონსენსუსამდე, მივდივართ ერთ გადაწყვეტილებამდე და მე ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც ვღებულობთ კენჭისყრით, ასე რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში კანონის მიღებასთან, დადგენილების მიღებასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, ისაც ხდება სესიაზე, ისაც ხდება ბიუროში, ისაც ხდება კომისიაში, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები გამორიცხულია. უბრალოდ ეს მათი ეს ნათქვამი მათ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. თქვენი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს უმრავლესობამ იმით უპასუხა, რომ საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა ამ ქმედებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმით ხსნიდნენ, რომ უმრავლესობის 3 თუ 4 წევრი მათ მოსაზრებას იზიარებდა და კენჭისყრაში მათი მონაწილეობა სარისკო იყო. თქვენ თუ გაქვთ ეგრეთ წოდებული საეჭვო დეპუტატების შესახებ ინფორმაცია და მართლაც არ გარისკა უმრავლესობამ, როცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო? ამის შესახებ გეტყვით ოდნავ სულ რამდენიმე სიტყვის დამატებით, ასე ვთქვათ, ცოტა ოდნავ შორიდან რომ მოუვაროთ. დიახ, 2012 წლის 1 ოქტომბერს კოალიცია ქართული ოცნებამ გაიმარჯვა და ჩვენ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყო. ამის ნიშანი ისიც არის, ამ ახალი ცხოვრების ნიშანი, რომ თავისუფალი გახდა სიტყვა. აი ის რაც დღეს ხდება ინტერნეტ სივრცეში, ამას ვერც კი წარმოვიდგენდით 2 წლის წინ ჩვენ. უამრავი ეგრეთ წოდებული გვერდები და უამრავი ადამიანები შემოდიან და რაღაც მის საქმეს აკეთებენ და აი ამას რატო ვამბობ? დაიდო იქ რაღაც ვიღაცამ რაღაც მასალა, რაზეც მართალი გითხრა საკმაო ხანს ვიცინეთ იმ დილით, ეს იყო 19-ში თუ არ ვცდებ თუ 20-ში დილით, აი ეს ეჭვები, რომ თითქოს იქ ვიღაცა 3 თუ 4 კაცი სადღაც თურმე შეკრებილა, საიდუმლოს ერობა ჩაუტარებია და სხვათა შორის ლაპარაკი იყო, რომ ეს მოხდა თურმე შერატონში და ეს მოხდა თურმე ღამით და ამაზე შორს უვიცობა როგორ წავა, როდესაც შერატონი, სასტუმრო შერატონი მოგეხსენებათ იქ ვიდეო კამერებია დაყენებული და თუ იქ ადამიანი შევიდა და გამოვიდა, ეს აღრიცხულია, ხომ და თუ კი ვინმეს უნდოდა საიდუმლოს ერობა, ან სახლში შევიდოდა, სახლში დასხდებოდნენ და ან ტყეში წავიდოდნენ და არა სასტუმრო შერატონში. მე თქვენ შემიძლია დაგარწმუნოთ, ჩვენ ეს არის შესაძლებელია იყოს მიზანმიმართული მცდელობა ჩვენ შორის ეჭვის ჩამოგდებისა, ჩვენ შორის რაღაც ცუდი შეიძლება მოახდინოს დღეს ერთიან გუნდზე ამ ყველაფერმა გავლენა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი სამრეკლოდან იყურება. როგორც თვითონ არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და მე პირდაპირ გეტყვით, როდესაც ესენი ხმას აძლევდნენ, ერთმანეთს ბიულეტენებს აჩვენებდნენ. ამისი მომსწრეებიან დეპუტატები, რომლებიც ამას ყველაფერს უყურებდნენ, ან ერთმანეთს არენდობენ, დახურული კენჭისყრაში ხომ მიიღეს მონაწილეობა, ბიულეტენები აჩვენეს ერთმანეთს. გესმით ეს რას ნიშნავს? იმიტომ რომ არენდობიან, ერთმანეთს არენდობიან და ისინი ფიქრობენ, რომ სხვაგანად ვერც კი წარმოუდგენიათ, მათ ასეთი ცხოვრება იციან, მხოლოდ რომ თურმე შესაძლებელია ერთიან გუნდში ვიღაც 3 და 4-ს კონდეს სურვილი ღალატისა. ეს ღალატია. იმიტომ რომ მიიღო უმრავლესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა. სასაცილო იყო ჩვენი ამ ფარში მონაწილეობა, სასაცილო იქნებოდა ჩვენი ამ ფარში მონაწილეობა, იმიტომ რომ თვითონ ეს არგუმენტები, რომლებიც წარმოდგენილია და თვითონ ეს მეთოდი და თვითონ ეს ბრძოლის ეს წესი, როგორთაც ისინი ბრძვიან, არის ღიმილის მომგვრელი ჩვენთვის. ამის შესახებ საუბრობდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც და აღნიშნა ბატონმა არჩილ ხაბაძემ, რომ ეს იქნება ერთიანობის ტესტი. საკითხის დაყენების წინ გააკეთა მან ეს განცხადება. თქვენ რის საფუძველზე ელოდით დეპუტატთა ერთსულოვნებას, რა არის ის მთავარი, რის გამოც თქვენი კოლეგები მხარს გიჭერენ? ჩვენი ეს მთავარი, რითაც მხარს გვიჭერენ, მხარს კი არ გვიჭერენ, ჩვენ ერთი იდეის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები ვართ. ჩვენ სამშობლოს სამსახურში ჩამდგარი ადამიანები. ჩვენ ხო გუშინ არ გაგვიცნია ერთმანეთი.
20-25 წელიწადია ერთად მოვდივართ აი ამ 13 კაციდან უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაში ვართ დღეს ჩვენ და აქედან გამომდინარე ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენ მეგობრობთ. მიუხედავად ჩვენი ზოგჯერ იდეური ხედვების განსხვავებისა, ჩვენ ვართ კოალიციის ურყევი წევრები. კოალიცია ძალიან მყარია. დღეს თამამად ვაცხადებ ამის შესახებ. მე ვერ გეტყვით რა იქნება 2 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ეს ასეა. ამის დემონსტრირებას ჩვენ ვახდენთ უკვე წელიწადნახევარია მაგალითად აჭარის უმაღლეს საბჭოში და იქ იყო რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, რომ კოალიციაში ხმები გაიყო. ზოგმა იქეთ მისახმა, ზოგმა აქეთ, მაგრამ ესეც ხომ დემოკრატიის ნიშანია. ჩვენ არავინ არ შეგვიზღუდია. ჩვენ ვიყამათეთ და კაცმა თქვა მაგალითად, რომ აი მე ასე მიმაჩნია და მე ასე უნდა გავაკეთო. ნება შენია რა თქმა უნდა და ერთხელ თუ ორჯერ მთელი ამ წინახევრის განმავლობაში საკითხი ჩავარდა ამის გამო. მაგრამ ეს ძალიან კარგია, ეს არის გამომაფხიზლებელი. ეს მოხდა რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ ეს არისო იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამაზე ჩვენ რაიმე რეაგირება მოგვეხდინა. ეს არის თავისუფალი და აზრის გამოხატვის პროცესი და მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც სესიაზეც ვთქვი და ვუთხარი ჟურნალისტებს, ჩვენი ერთობა კოალიცია ქართული ოცნების ერთობა არის ურყევი და ვერავინ ვერ შეიტანს ამაში ვერანაირ ხინჯს, იმიტომ რომ ერთი იდეისა და ერთი საქმის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები ვართ. ოპონენტების მხრიდან არგუმენტების ჩამოთვლისას დასახელდა თქვენსა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობაც. თუმცა ბოლო პერიოდში ასეთი აქტივობები არ შეინიშნება. რა შეიცვალა? რატომ ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგები აღარ ტარდება, ბატონო ავთანდი? ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი იმიტომ არ ტარდება, რომ თავიდან როდესაც ჩვენ დავიწყეთ ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგები, არანაკლებ 4-5 ჟურნალისტისა ესწრებოდა. შემდეგ, რამდენიმე ხნის შემდეგ, დარჩა მხოლოდ ფაქტიურად 2, აჭარის ტელევიზია და TV25. იცით, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროა ჟურნალისტები, როგორც წესი, ჟურნალისტთა ნაწილი მხოლოდ სენსაციას ეძებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში სენსაციები ნაკლებად ხდება. ჩვენ ნამუშევრის წარმოჩენას ვახდენდით ორშაბათის ბრიფინგზე. ჩვენ ვამბობდით, რა გავაკეთეთ იმ კვირაში, რის გაკეთებას ვაპირებთ ამ კვირაში და როგორც ჩანს, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ამას გამოძახილი არ აქვს და ჟურნალისტები დიდად არ ინტერესდებიან, ახლა ბრიფინგისთვის ხომ არ იქნება და მით უმეტეს ჩვენ განვავითარეთ ჩვენი კომუნიკაციური საშუალებები, მხედველობაში Facebook-ის ვებგვერდი, ჩვენ ახალი ვებგვერდი შევქმნით, რომელსაც ჯერ კიდე ხარვეზები აქვს, მაგრამ ამას ხვეწავთ. ანუ ჩვენ გვაქვს ახლა გაცილებით 1 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, გაცილებით უკეთესი საშუალებები ჟურნალისტებს მივაცნოთ ხმა, ეს ერთი და მეორე, ჩვენთან შეზღუდული არ არის ჟურნალისტების მოსვლა და მათთვის საინტერესო საკითხებზე დიალოგი და თუ მათ აინტერესებთ, მაგალითად თქვენ გაინტერესებთ, მობრძანეთ ორშაბათ დილით თქვენთვის ჩავატარებ ბრიფინგს. აი თქვენ მოგემსახურებით ასე რომ ჟურნალისტებთან მიმდინარე სასამართლო დავებზე აპელირებდა თქვენი ოპონენტები, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდნენ, რომ ბოდიში შეგაწყვეტინე. თქვენ მრავლობით რიცხვში იმიტომ ხმარობთ, რომ სულ 2 არის ასეთი. და არა ერთი. ამიტომ ხმარობთ მრავლობითში, მაგრამ შესაძლებელია მსმენელს შეექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტები ეს არის ძალიან ბევრი. ასეთი არის იყო მხოლოდ 2 შემთხვევა და ეს შემთხვევები იყო სწორედ იმის გამო, რომ ვარ პირადად მე ვარ გახსნილი, გულგახსნილი და ყალებში ჩავსავამ სიტყვას ალალი კაცი და რასაც ვფიქრობდი ის ვთქვი. თურმე ყველაფერი არ ითქმის, თურმე მოდი ამასაც ყალებში ვისწავლე ჭკუა და ასე აღარ ვიქცევი და აღარ ვეუბნები ადამიანს რომ შენ ხარ მატყუარა, არამედ ვეუბნები რომ შენ ცდები. სხვა გამოსავალი მე აღარ დამჩა თანამედროვე ჟურნალისტთა ნაწილის შემხედვარე, თუმცა დიდ ნაწილთან, ჟურნალისტთა დიდ ნაწილთან მე მაქვს ძალიან მეგობრული თბილი ურთიერთობა და თქვენ მე მგონი უნდა დამეთანხმოთ ამაში, მეორეჯერ ვარ თქვენთან აქა და არასოდეს ვარს არ გეტყვით ურთიერთობაზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსაკუთრებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, იმიტომ რომ თქვენ ხართ სახალხო, თქვენ ხართ ხალხის მსახურნი და მეც. შესაბამისად, ჩვენი ინტერესები აქ იკვეთება. ძალიან დიდი მადლობა ამ კომპლიმენტისთვის. ჩვენ ბუნებრივია ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და ხშირად
საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე შევეცდებით თქვენგან პირადად მივიღოთ გადაცემაში პასუხები. ბატონო ავთანდილ, ასევე ვისარგებლებ იმით თქვენი სტუმრობით და სხვა თემებზეც დაგისვამთ კითხვებს. როგორ მიმდინარეობს სახელისუფლებო პარტიის მიერ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შერჩევის პროცესი და ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრი რამდენად დამოუკიდებელია ამ პროცესში? კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგია, რომ კანონებზე მუშაობა ფაქტიურად კარგად ჩატარდა შეზღუდულ დროში, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ხელთა გვაქვს კანონი, შესწორებული, დაკეთილშობილებული და ასე შემდეგ. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც უნდა დაწეროს ბრძანებულება და გამოაცხადოს არჩევნები, როცა საჭიროდ ჩათვლის, თარიღი უკვე დაგვითქვა, ანუ ყველას აქვს საშუალება დაიწყოს მზადება. თუმცა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, მაგრამ ეს კარგია, რომ წინასწარ კეთდება რაღაც სამუშაოები. რაც შეეხება ჩვენი მომავალ გადაწყვეტილებებს, მხედველობაში ალბათ გაქვთ საარჩევნო სიები, უпростоრად მაჟორიტარული და პროპორციული სიები, მერობისა და გამგებლების კანდიდატები. Გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებებს კოალიციურ რეჟიმში, აუცილებლად ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აქ ადგილზე, მაგალითად შუახევის რაიონის სახევის მუნიციპალიტეტის სიებზე და კანდიდატებზე გადაწყვეტილებებს მიიღებენ შუახევლები. კოალიცია ქართული ოცნების შუახევის ორგანიზაციების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა შემდეგ ეს გაივლის უკვე ფილტრაციას პოლიცსაბჭოში და მაგრამ გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთ, რა თქმა უნდა პოლიცსაბჭოსთან შეთანხმებით, მათი აზრის გათვალისწინებით, მათი რჩევის, იმიტომ რომ ქვეყანას ისინი მთლიანობაში ხედავენ, მათ უფრო ზოგჯერ უკეთესად იციან პოლიტიკური ნიუანსები, ამ ნიუანსებისა და მათი პოლიცსაბჭოს ხედვების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთ და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება კოალიციურ რეჟიმში. თქვენ ახსენეთ გენდერი. თქვენ ასევე ინიცირება გაუკეთეთ გენდერული საბჭოს შექმნას. როგორ ფიქრობთ, ქალების უფრო აქტიურად ჩართვას ნამდვილად მოყვება პოლიტიკის ხარისხობრივი გაუმჯობესება თუ ამ გადაწყვეტილებით მსოფლიოში აღიარებულ პრაქტიკას დაუდეთ საფუძველი ეს პირველ რიგში გეტყვით, რომ სამწუხაროდ ისეა, რომ გენდერი გაიგივებულია ქალთა უფლებების დაცვასთან. ეს არ არის სწორი. გენდერი ეს არის თანასწორობა. და აქ მარტო დეფიციტი იმიტომაც არის რომ თითქოს და წარმოჩენილია რომ მამაკაცები უფრო ასე ვთქვათ მეტად არიან წარმოჩენილი და ქალები უნდა გაუსწოროს. მამაკაცების სასარგებლოდ არის ჩვენთან. კი, გეთანხმებით. ეს ცხოვრება მოიტანა, ჩვენ ცხოვრების წესმა მოიტანა, ჩვენმა ქართულმა ყოფამ მოიტანა ეს და ასე ბევრ ქვეყანაში არის, განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებში. მაგრამ ამავე დროს ხედველობაშია მისაღები ქართველთა საქართველოს ცხოვრებათა დამოკიდებულება მანდილოსნის მიმართ და ეს ყოველთვის იყო სანაკებო და ლეკვი ლომისა სწორია ჯერ კიდე მე-12 საუკუნიდან მოდის ეს გამონათქვამი ასე რომ ჩვენ ფეხისყმას აყოლილი ხალხი არა ვართ და ევროპულ ყაიდაზე ქართული ყოფის მორგებას არ ვცდილობთ. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ეს, რაც ქართველებს ისედაც გვაქვს და სწორედაც რომ კარგია, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ახლა გუშინ შევიტანეთ, აი ერთ-ერთი მაგალითი მაგალითად თუნდაც იმისა, რომ ამ საკითხის განხილვა ადრე მოხდა საქართველოს პარლამენტში, წინასწარი შეთანხმება მოხდა, გუშინ მივიღეთ კანონი საქართველოს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვაგზავნეთ საქართველოს ეს არ არის თანამშრომლობა, როდესაც ლაპარაკობენ, რომ კომუნიკაცია არა გაქვთ და თითქოს რაღაც ზღაპრებს ყვებიან. ეს არ არის კომუნიკაცია, რომ ეს აუცილებლად იქნება გატარებული წინასწარ შეთანხმებით, როგორ რა მიმართულებები და ეს იმიტომ კეთდება, რომ სწორედ წარმოვაჩინოთ მანდილოსნები, იმ დონას მიუახლოვოთ, რაზეც მამაკაცები არიან პოლიტიკაში წარმოვიდგინოთ. კანდიდატების შერჩევისას თქვენი ხელმძღვანელობთ ამ პრინციპით, ბატონო ალთანდილ. დიახ, რა თქმა უნდა, ოღონდ მე არა ვარ უშუალოდ ჩართული კანდიდატების შერჩევაში. მე ვარ პირადად მე ანდა დეპუტატები, ან დეპუტატებიც არიან რომელიმე მუნიციპალიტეტში ამა თუ იმ პარტიის რიგითი წევრები.
ძირითადად და ამიტომ ჩვენ მივიღებთ იქ სადაც მაგალითად მე ვარ ბათუმის ორგანიზაციის წევრი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის რიგითი წევრი გახლავართ და შესაბამისად იქ როდესაც ბათუმზე იქნება ლაპარაკი შესაძლებელია ჩემი აზრი გაითვალისწინონ რადგან პოლიტიკაში ერთგვარი გამოცდილება აქვს და ალბათ გაითვალისწინებენ და რა თქმა უნდა მე იქ წამოვაყენებ ამ აზრს რომ მაგალითად სიტყვაზე 15 კაციანი როდესაც უნდა დაიწეროს სია იქ საკმაოდ დიდი ნაწილი ეკავოს მანდილოსნებს რომლებიც ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს ძალიან კარგი ქალბატონები პირდაპირ სამაგალითონი არიან ზოგჯერ და არა მარტო პოლიტიკაში ცხოვრებაში და ცხოვრების ნაწილი არის პოლიტიკა შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვეცდებით რომ წარმოვაჩინოთ და ავიყვანოთ თანასწორ დონეზე და არა ის რომ ქალს პრიორიტეტს უადგენთ ქალს იმიტომ ვადგენთ რომ კაცზეა მიცემული პრიორიტეტი და გვინდა რომ გავათანაბროთ ბატონო ავთანდილ დღეს ქვეყანაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტომასალის ინტერნეტში გავრცელება საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც საზოგადოების მხრიდან ასევე პოლიტიკოსების მხრიდანაც თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკური ცხოვრებისა ზურაბ ჟვანიას პირადად ვიცნობდი ვახლობლობდი დაწყებული 88 წლიდან 99-90 წლებში შევხვდით ერთმანეთს ჯერ კიდე როდესაც ის წვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი იყო 90-91-92 წლებში დათო ბერძენიშვილთან ერთად ზურაბ ჟვანია სტრასბურგში გახდა და ჩვენ მერე ეს მოვიხილეთ ეს მათი იქ ვოიაჟი და ასე შემდეგ და მერე ჩვენ აქ ერთობლივი მიტინგები გვაქვს ჩატარებული ზღვისპირა პარკში და ამისი ფოტომასალაც არსებობს ასე რომ ამ კაცს ამ პოლიტიკოს ამ მოღვაწეს საქართველოსათვის მოღვაწე ადამიანს თავიდანვე პატივს ვცემდი მისი აზრებისა და მისი შეხედულებების გამო. მისი ზენიტი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრობა. გასაგებია და როგორც ჩანს ჩვენ მე და თქვენ არ ვიცი თქვენ რამდენად გახსოვთ, მაშინვე შეიტანა ქართველმა ამომრჩეველმა ქართველმა კაცმა მაშინვე შეიტანა ეჭვი იმ ვერსიაში რაც დადეს და ასე იყო და ისე იყო და გაზეთ გაიგოდნენ და ასე შემდეგ. ყველა მიცოდა ფაქტიურად რაც მოხდა. დღესაც ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ ამას უნდა დამტკიცება და ეხლა ჩვენი ქვეყანა ის ფაქტი რომ ეს მე ვიტყოდი შემზარავი ფაქტები გავრცელდა დღეს ინტერნეტის მეშვეობით და საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება ჰქონდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ესე ვთქვათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს ხელს და აცხადებს რომ მათ ინტერესში იყო ამ კადრების გავრცელება. აი პირიქით ხდება ასევე ბრალდებები. აი როგორ ფიქრობთ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა დააჩქარებს პროცესებს და საზოგადოების ესე ვთქვათ მოთხოვნას უმთავრეს რომ გაიგოს საბოლოოდ რა მოხდა სინამდვილეში. აი თქვენი პოზიცია როგორია ამასთან? მე გეტყვით ვის ინტერესებშიც იყო. ეს იყო ამისი გამოქვეყნება იყო იმ ადამიანების ინტერესებში, ვისაც უნდა რომ სიმართლე გაირკვეს. ამან ეს კატალიზატორის როლი შეასრულა ამის გამოქვეყნებამ. ამან კიდევ ერთხელ შეახედა ქართულ საზოგადოებას სინამდვილეში რა მოხდა იქ და ერთგვარი ფოტომასალა და ვიდეო მასალის გამოქვეყნებით და მაგალითად უკვე ბრალი წაუყენეს თქვათ ექსპერტს, ბრალი წაუყენეს დაცვას, პირად დაცვას და ასე შემდეგ. ფიქრობ ეს პროცესი ჯერ ადრეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა ნაციონალური არა ამ ფორმით ვერ გეტყვით. ეს ფორმა დღეს სამწუხაროდ მიღებულია ინტერნეტ სივრცეში. მე ძალიან არ მომწონს განსაკუთრებით კადრები, როდესაც მე ზემოდან აწერენ რომ +18, ანუ ესე იგი დასრულმა ადამიანმა ნახოსო და ოჯახაშენებულო თუ კი შეზღუდულია, ნუღარდებ და ნუღარ აქვეყნებ რომ ვიღაცა შეიძლება გული შეუწუხდეს და ვიღაცამ შეიძლება ცუდად აიტანოს ეს ამბავი. რა თქმა უნდა თვითონ ეს ფორმა მე არ მომწონს, მაგრამ ვიღაც ადამიანმა საჭიროდ ჩათვალა ამდაგვარად ეკივლა. და ამდაგვარად საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. მე პირადად ასეთი რაღაცას არ მივესალმებ, მაგრამ ეს მიღებული ფორმაა რატომღაც ძალიან ცუდია, მაგრამ მიღებული ინტერნეტ სივრცეში მიღებული ფორმაა, რომ აიღებენ და სენსაციურ მასალას ინტერნეტში გამოაქვეყნებენ, თანაც ხშირად ეს ინკოგნიტო ხდება, როგორც ახლა და მიზანი ამის არის კივილი. ანუ მიზანი არის ყურადღების მიპყრობა და შესაძლებელია ამან რაღაც შედეგიც კი მოიტანოს იმ ხრივ რომ პროცესები დაჩქარდეს და საბოლოოდ იზეიმოს სიმართლე. და გადაცემის ბოლოს მიწურულს მე არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და არ დაგისვათ კითხვა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს
იქ არსებულმა მდგომარეობამ ჩვენს ქვეყანაზე და კონკრეტულად ჩვენს რეგიონზე. მისასალმებელია, რომ დღეს ხელი მოაწერა უკრაინამ ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს, დაჩქარებული წესით მიდის ეს პროცესები. გუშინი თქვა, რომ ჩვენ ხელშეკრულებას ხელს მოვაწევთ არა როგორც იყო ადრე ნათქვამი აგვისტომდე, არამედ უკვე ივნისისთვის. ანუ ჩქარდება ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი საქართველოს. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ამ პროცესებმა, სამწუხაროდ განვითარებულმა პროცესებმა ერთგვარად შეასრულა ისევ და ისევ ამ სიტყვას ვიხმარ კატალიზატორის როლი. კიდევ ერთხელ შეიძლება დაანახოს მსოფლიოს, დაანახოს ევროპას, საით მივდივართ და რა შეიძლება მოხდეს დაუსჯელობას. რა შეიძლება მოხდეს, მე ამას წინათ მქონდა საუბარი ჩემს გერმანელ კოლეგასთან, სტუმრად მყავდა ბრანდენბურგის მხარის დელეგაცია, ბრანდენბურგის მიწის დელეგაცია და ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ ჩამობრძანებული და ჩვენ კერძო საუბარიც მქონდა და სხვა საკითხებზეც საუბარი და იქ უთხარი, რომ ნეტავი მაშინ გამოგეფხიკათ ყურები, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა და როდესაც თქვენი პარლამენტარები ევროსაბჭოდან მხოლოდ აღშფოთებას გამოხატავდით მეთქი და ნეტავი მაშინ გამოგეხატათ ყურადღება, როდესაც კოსოვო, როდესაც კვიპროსი და როდესაც ეს მოვლენები, რომლებითაც იწყებოდა სახელმწიფოების რღვევა, სახელმწიფოებიდან სეპარატისტული ტერიტორიების გამოყოფა და ანდა ყარაბახი და როგორ სეპარატისტული არ აღიქვა შემდგომ. ხო, გეთანხმებით და ზოგადად ევროპელი პოლიტიკოსებს ერთგვარად უსაყვედურე და ეხლა ძალიან შეწუხებული ხართ მეთქი და იქნებ ჩვენი საკითხიც ამ საკითხს ევროპელების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები თქვენ ფიქრობთ, რომ აი რაღაც გამოფხიზლების პოლიტიკაა რუსეთთან მიმართებაში? ის რასაც დღეს აკეთებს ევროპა, რისის შესაძლებლობა დღეისათვის აქვს ევროპას, ევროსაბჭოს, ევროკავშირს, აი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ნატოს, ისინი აკეთებენ, მე ვფიქრობ, საკმაო ნაწილს იმისას, რაც შეუძლიათ. იქ არის, ასე ვთქვათ, დემოკრატიული პროცესია, იქაც კეჭის წყდება ყველა საკითხი და ამა თუ იმ პოლიტიკოს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს მაინც კეჭისყრაზე დგება. სხვათა შორის ძალიან აჭრელებულია ევროპის პოლიტიკური სპექტრი, უამრავი სხვადასხვა პარტია და მიმდინარეობა არის შემოსული პოლიტიკურ სარბიელზე და ზოგჯერ აზრები ერთმანეთს ემთხვევა და არის იქ როგორც ქორები, ასევე მათი მოწინააღმდეგეები და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აქტიურობას იჩენს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ამ შემთხვევაში ჩვენს წისქვილზე, ჩვენს ქართველების წისქვილზე ასხამს წყალს იმ მიზნით, რომ ჩვენ ანალოგიური პრობლემები 2008 წელს, ანუ ოკუპაცია, ანუ ტერიტორიის ანექსია, ანუ ტერიტორიის მიტაცება ძალისმიერი მეთოდებით და ჯარის გამოყენებით 2008 წელში მოხდა და მას მერე გავიდა უკვე 6 წელი იქნება ამ ზაფხულში და იქნება ეხლა მაინც ევროპამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ პროცესებში აქტიურად ჩამოსვლისთვის. დიდი მადლობა ბატონო ავთანდილ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მსმენელს მინდა შევახსენო კომპეტენტურ პასუხში დასმულ კითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პასუხობდა. გადაცემა ჟურნალისტი მაია ვარშენიძე უძღვებოდი, რეჟისორის პულტთან ქეთევან ნაცვლიშვილი მუშაობდა. გემშვიდობებით ორშაბათამდე დროებით.